მოგესალმებით, შემოკარგებო. მოდით ვნახოთ, როგორ განვითარდება თქვენთვის მაისის თვე, რას მოგიტანს ზოგადად ეს თვე, რა სიახლეები შემოვა თქვენს ცხოვრებაში და ზოგადად რას უნდა ელოდოთ, რა მოვლენებს, რა სიტუაციებს მაისის თვეში. გვაქვს ორი ვარიანტი, პირველი მეორე, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც უფრო მეტად მიგეზიდავთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა, ამიტომ შესაძლოა ყველაფერი ვერ რეზონირდეს თქვენთან, ან საერთოდ არ შეესაბამებოდეს თქვენ სიტუაციას. ამიტომ დავუკვირდით ძალიან კარგად იმ ინფორმაციას, რასაც მიიღებთ და რამდენად არის თქვენ სიტუაციასთან ახლოს. ასევე პირადი კონსულტაციებისთვის შეგიძლიათ მომმართოთ პირად შეტყობინებაში. ასევე დავამატე ნუმეროლოგიური მიმოხილვაც ურთიერთობის, კონკრეტული სასიყვარულო ურთიერთობის მიმოხილვა არის, სინასტრია. და შეგიძლიათ ამ საკითხის გარშემოც მოკლედ ისარგებლოთ კონსულტაციით. დანარჩენი დეტალებისთვის შეგიძლიათ მომმართოთ პირადში. მოკლედ დავიწყოთ, გვაქვს ორი ვარიანტი. დავიწყოთ პირველი ვარიანტით. რა გელოდებათ მაისის თვეში, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი. თქვენ შემთხვევაში აქ პირველ რიგში გეტყვით, რომ ბევრ რაღაც სიტუაციას ცოტა სხვაგვარად შეხედავთ, სხვანაირად დაინახავთ იმ მოვლენებს და იმ გარემოებებს, რაც შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ახლა იყოს. პირველ რიგში ის მომენტი არის, რომ ბევრ რაღაცას სრულად სხვა თვალით შეხედავთ, სხვანაირად გაიაზრებთ და ახლა თუ გაქვთ რაღაც ესეთი მომენტი, რომ გაჩერებული სიტუაცია არის, არ იცვრის რაღაც მომენტები, ეს იმისთვის არის, რომ რაღაცას სრულად სხვაგვარად შეხედოთ, სხვანაირი რაკურსით დაინახოთ. პირველ რიგში აი ამას მოგიტანთ მაისის თვე, ბევრ რაღაცას სრულად სხვაგვარად შეხედავთ. მოდით ახლა ვნახოთ კიდევ რა გელოდებათ მაისის თვეში. აქ იცით როგორი მომენტი არის, რაღაც ახალი შანსები გეძლევათ და ეს რას ნიშნავს? შესაძლოა აქამდე იყავით ისეთ ეტაპზე თქვენ ცხოვრების, როცა რაღაც კომფორტის ზონაში შეიძლება იყავით და გქონდათ რაღაც თქვენი შექმნილი კომფორტი, რაღაც შიშის მომენტი შეიძლება იყო, აქ არ გინდოდათ, რომ რაღაცა სიტუაციებიდან გამოსულიყავით, რაღაც ნაბიჯები კონკრეტული გადაგედგათ, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება წელავდით სიტუაციას, ან ზოგადად გარემოებებიც ისე მოქმედებდა, რომ რაღაც სიტუაციები იწერებოდა თქვენს ცხოვრებაში, არ ვითარდებოდა, წინ არ მიდიოდა. მაგრამ მაისის თვე ეს იქნება თქვენთვის რაღაც ახალი იმპულსის, ახალი ენერგიის თვე. შემოდის რაღაც სრულად ახალი ენერგიები, შეიძლება იყოს ახალი გაცნობა, ახალი ინიციატივა, რახან ტუზი გვაქვს აქ მონეტების, ეს არის ესეთი ენერგია, როცა რაღაც სტაბილური შემოთავაზება, რაღაც შეიძლება თანხასთანაც იყოს დაკავშირებული, რაღაც თანხას შემოვიდეს, რაც ახალ შანსს მოგცემთ ზოგადად თქვენს ცხოვრებაში, მოკლედ რაღაც აი სიახლეებით დატვირთული იქნება თქვენთვის მაისის თვე. პლუს აქ გვაქვს სიკვდილის არკანი, ეს არის ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული, ცვლილებასთან დაკავშირებული არკანი, ანუ რაღაც ერთი ეტაპი თითქოს სრულდება თქვენს ცხოვრებაში, რაღაც მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გადიხართ და სრულად ახალი ეტაპი შემოდის თქვენს ცხოვრებაში. და სწორედ ესეც ჩამოკიდებული კაცის არკანი, სწორედ ამასთან არის ასოცირებული, რომ რაღაც ძველ მომენტებს, რაღაც ძველ შეხედულებებს ყველაფერს ესე ვთქვათ გადააფასებთ და სრულად ახლებურად შეხედავთ რაღაც მომენტებს თქვენს ცხოვრებაში და ის რომ ვთქვათ აქამდე რაღაც გეგონათ რომ შეიძლება კარგი იყო თქვენთვის და მოგწონდათ და გინდოდათ, შეიძლება სრულად აღარ მოგინდეთ და რაღაც აი ახლისკენ წახვიდეთ. აი უფრო ესეთი თემა არის, სიახლეები შემოდის თქვენს ცხოვრებაში. რასაც შეიძლება დიდი ხანია ელოდებით, მაგრამ გარკვეულად აი შეიძლება რაღაცნაირად შიშები გძლევდათ აქამდე და ვერ ახერხებდით, რომ რაღაც კონკრეტული ნაბიჯები გადაგედგეთ. მოდით აბა კიდევ ვნახოთ, კონკრეტულად სასიყვარულო თემაზე ცალკე დაიდება საჯარო გაშლა. ეს არის უფრო ზოგადი ენერგიები. ხო, აქ ნახეთ, აი ხუთიანი მონეტები არის, პლუს ეშვანკეს არკანი.
აქ რაღაც ძალიან რთული მდგომარეობა შეიძლება იყოს, რაღაცამ შეიძლება ძალიან გამოგვიდად, გამოგაცარიელად, შეიძლება ტოქსიკური გარემო, სიტუაცია. ეხლაც შეიძლება იყოს რაღაც საკმაოდ ნეგატიურ ტოქსიკურ გარემოცვაში. შეიძლება იყოს ადამიანის სახით, გარემოების სახით, რაღაც მოკლედ ბევრი სიტუაციები შეიძლება იყოს. ის რაც თქვენ შინაგანად ენერგეტიკულად უკან გხებდათ, ის რაც არ გაწევდათ იმის ძალას, რომ ცხოვრებაში წინსვლა გქონოდათ, მაგრამ მაისის თვეში მე ვხედავ რაღაც ახალ შანსებს, ახალ გზას, ინიციატივას, რაც თქვენ ცხოვრებაში შემოდის და ძალიან კარგი ცვლილებები იქნება თქვენთვის. იმიტომ რომ რაღაც სრულად ნულიდან, ახლიდან დაიწყებთ რაღაცას და ეს ყველაფერი ძალიან გაგახარებთ კიდევაც. ეს ინიციატივა, ეს რაღაც სიახლე თქვენთვის იქნება ძალიან დიდი შვების და რაღაცა ახალი ენერგიის, ახალი სიცოცხლის მომტანი რა, ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ რაღაც შეიძლება ძალიან გამოცარიელებული იყოს შინაგანად, რაღაც ძალიან რთულად გრძნობდეთ თავს და რაღაცა ახალი მუხტი, ახალი ემოციები შემოდის თქვენ ცხოვრებაში. თუ რაღაცის ძალაც არ გქონდათ და ენერგიაც, ესეც იცვლება, უფრო მეტი ენერგიაც გექნებათ სამომავლოდ. და თუ იყო რაღაცა, რასაც ასე თუ ისე გაურბოდით და რეალურად თვალს ვერ უსწორებდით, აუცილებლად დაინახავთ რეალურად ბევრ რაღაცას და შეიძლება ადამიანებსაც ეხებოდეს ეს. თუ იყო ესეთი მომენტი, რომ ვიღაც შეიძლება თავს გაჩვენებდეს და გეგონათ, რომ ეს ადამიანი თქვენთვის კარგი იყო, მაისის თვეში მიხვდებით, თქვათ, ვინ არის და ვის რა განზრახვა აქვს თქვენთან რეალურად. მოკლედ ეს იყო პირველი ვარიანტისთვის, რის თქმაც შემაძლო. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტის შემთხვევაში აქ სტაბილურობა ჩანს, პირველ რიგში ამას გეტყვით, საკუთარი თავის დაფასება, საკუთარ თავზე ზრუნვა, თქვენს მატერიალურ თემაზე, სტაბილურობაზე, ზოგადად სიმყარეზე, შეიძლება ოჯახურ თემებზეც რაღაც გარკვეული მომენტები გქონდეთ, რომ აი რაღაც ოჯახური ვალდებულებები თუ გაქვთ, ამაზე იყავთ კონცენტრირებული მაისის თვეში. მოდით, აბა კიდევ ვნახოთ. ყველა დედოფალი ამოვიდა თითქმის ერთი დედოფლის გარდა. იცით რა არის? აქ ვიტყოდი, რომ რაღაცამ შეიძლება აქ ცოტა იმედები გაგიცრუათ. თქვენ რაღაც სიტუაციამ, ადამიანმა, გარემოებამ და მაისის თვეში რა ჩანს? თითქოს შინაგანად ემოციურად დამოუკიდებელი ხდებით. შეიძლება ეს იყოს ასევე ფინანსური დამოუკიდებლობაც. კონცენტრაცია მთლიანად მაისში იქნება თქვენს თავზე, თქვენს პირად განვითარებაზე, თუნდაც ფინანსურად, კარიერულად, ცხოვრებისეულად, მოკლედ თქვენს თავზე იქნებით გადართული, თქვენს წარმატებაზე, წინსვლაზე. ბედნიერებაზე. აქ ბევრ რაღაცას სრულად ესე პრაგმატულად შეხედავთ, რაციონალურად გაიაზრებთ ბევრ რაღაცას და ვთქვათ, თუ გქონდათ ესეთი მომენტები, რომ რაღაცაზე გული გწყდებოდათ, რაც წარსულს ეხება, ან რაღაც ესეთი მომენტი, აი თითქოს რაღაც წარსულ თემებს ასრულებთ და საბოლოოდ რაღაც წერტილს სვავთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ვნახოთ კიდევ. ხო, აქ შეიძლება ცოტა ილუზიებში იყავით აქამდე, ან არ იცოდით რა გზით წასულიყავით, ზუსტად აი იცით როგორი თემა არის, როცა შეიძლება კონკრეტულ მამაკაცებს ადამიანსაც ეხება. იცით როგორი თემა, აი შეიძლება რაღაც გაურკვევლობა გქონდათ ურთიერთობაში ან კონკრეტულ ადამიანთან. რაღაც ილუზიები იყო, შიშები იყო, არ იცოდით რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა. აქ გაირკვევა რაღაც სიტუაციები, თქვენი საშუალებისას ბევრ რაღაცას გაარკვევთ და ამ ადამიანსაც დაანახებთ, თქვათ იმას, რის დაანახებაც გინდათ ამ ადამიანისთვის და როგორიც გინდათ რომ ის თვალში იყოთ, აუცილებლად ესეც დაგინახავთ ეს ადამიანი. და ამასთან ერთად აქ ვიტყოდი, რომ რაღაც ახალი შანსიც გეძლევათ. შეიძლება ეს იყოს კონკრეტულ სიტუაციაში რაღაც ახალი გადმოდგმული ნაბიჯი კონკრეტული ადამიანის მხრიდანაც. აი რაღაცაში რაშიც შეიძლება ახლა იმედი არ გაქვთ, ან ფიქრობთ, რომ არ იცით რა იქნება და რაღაც გაჩერებული თემა თუ არის, რომ აი მოკლედ არჩევანის წინაშე ხართ, მაგრამ არ იცით რა გზით წახვიდეთ, რა გააკეთოთ, რა აჯობებს. აი აქ იქნება ამ სიტუაციის გადაწყვეტა, მაგრამ ისედაც რომ ცოტა დროც მისცეთ თქვენს თავს და აჩქარებთ რაღაც მოვლენებს, ესეც გაითვალისწინეთ მაისის თვეში. ხო, აქ რაღაც წარსული სინანული არის, რასაც ტოვებთ და უფრო დადებითი ენერგიები, დადებითი იმპულსები შემოდის თქვენს ცხოვრებაში, წარსული ენერგიები მიდის აქ ყოველ შემთხვევაში და რაღაცა სრულიად ზეიმით, ტრიუმფით ასრულებთ.
კი, წინსვლა არის აქ. მოკლედ, ახლა რაც არის საკითხი, რაც გაღელვებთ, რასაც შეიძლება დიდი ხანი ელოდებით და უკვე ფიქრობთ, რომ იქნება, არ იქნება, გამოვა, არ გამოვა, რაღაც ესეთ გაურებულ მდგომარეობაში რაშიც ხართ, აქ იცოდეთ, რომ ეს სიტუაცია მაისის თვეში აუცილებლად გადაწყდება, დაალაგდება და წინსვლა გექნებათ და ეს მომენტი რაც არის, აუცილებლად თქვენ სასიკეთოდ გადაწყდება, თან ძალიან მოულოდნელადაც. შეიძლება საერთოდ არ ელოდებით თქვენ და რაღაც ისეთი დამოკიდებულება გაქვთ, რომ აი, ძალიან ისეთი ხო, აქ რაღაც სერიოზული განცდები არის, კონფლიქტური თემა. რაღაც ინფორმაციაც შეიძლება გაიგოთ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ნახეთ, ხლების ტუზი არის. რაღაც ინფორმაციაც შეიძლება გაიგოთ, რაც დაგეხმარება საბოლოოდ რაღაც რთული მდგომარეობიდან გამოსვლაში. და შეძლებთ, რომ რაღაც აი ახალი ეტაპი დაიწყოთ აი ამ ყველაფრის მერე. ოღონდ ეს იქნება თქვენი რეალური გამარჯვება, აი რაღაც სიტუაციაზე. და აი ამ რაღაც რთული ძიმე მდგომარეობიდან გამოდიხართ, თან ძალიან მოულოდნელად. მოკლედ ეს არის ჩამოკარგება, იმედი არეზონირდება თქვენთან, წარმატებებს გისურვებთ და გელოდებით პირადში კონსულტაციებზე. წარმატებები ყველას.